მოკლედ, ახლა გავარჩიოთ ერთი ამოცანა, კერძოდ შეშის ხუმილზე დადგმულია ქვავი და ამ ქვაბში არის 18 კილოგრამი მასის წყალი, რომელიც არის 0 გრადუს ცელსიუსზე. ასევე აქ იმყოფება 2 კილოგრამი მასის მქონე ყინული, რომლის საწმისი ტემპერატურაა 0 გრადუს ცელსიუსი და ამოცანა არის ასეთი, რომ დაწოვენ მშრალ შეშას. როდესაც მშრალი შეშა დაიწვება, ამ სითბოს 2/5 ანუ ნაწილი ან 40% გადაეცემა წყალს და ყინულს და კითხვა არის თუ რა მასის მშრალი შეშა უნდა დაიწვას, რომ საბოლოო ტემპერატურა ყინულის და წყლის ავიდეს 20 გრადუს ცელსიუსამდე. მოკლედ, პირველ რიგში ვიპოვოთ თუ რა იქნება სითბო, რომელიც საჭიროა ყინულის გასადრობად, რაც იქნება დნობის კუთხის სითბო ლამბდა გამრავლებული მასაზე. ანუ 340,000 ჯოული კილოგრამზე, გამრავლებული 2 კილოგრამზე და გამოდის 680,000 ჯოული. იმიტომ რომ ამოცანაში ესეთი რაღაც მოხდება, რომ ყინული გადნება და მე უკვე 18 კილოგრამი წყალი და ეს 2 კილოგრამი უკვე წყალი ხო გახდება ყინული როცა გადნება, უკვე იქნება ჯამში 20 კილოგრამი წყალი და ეს 20 კილოგრამი წყალი უკვე 0 გრადუს ცელსიუსიდან უნდა ავიდეს 20 გრადუს ცელსიუსამდე. Q2 იქნება C ჯერ M ჯერ დელტა T. C არის წყლის კუთხის სითბოდევადობა, რაც არის 4200 ჯოული გაყოფილი კილოგრამ გრადუს ცელსიუსზე. ანუ 1 კილოგრამი წყლის ტემპერატურა რო 1 გრადუს ცელსიუსით გავზარდოთ, 4200 ჯოული სითბოს რაოდენობაა საჭირო. მასაში აქ გვიწერია N+M, იმიტომ რომ 18 კილოგრამი ხო თავიდანვე იყო და ის 2 კილოგრამი ყინულიც რო გადნებოდა ხო უკვე დაემატებოდა ამას და გვექნებოდა 20 კილოგრამი ჯამური მასა წყლის. T+T1 კი იქნება 20 გამოკლებული 0, იმიტომ რომ საწყის ტემპერატურაა 0 გრადუს ცელსიუსი და საბოლოო ტემპერატურაა 20 გრადუს ცელსიუსი. ეს სითბო გამოვიდა 680,000 ჯოული დრობისას საჭირო სითბო, ტემპერატურის აწევისას საჭირო სითბო გამოვიდა 1,680,000 ჯოული და რა თქმა უნდა მშრალი შეშვის დაწვის დროს გამოიყოფა Q ჯერ M სითბო. რაც Q არის მშრალი შეშის წვის კუთხის სითბო, რაც არის 10 ხარისხად 7 ჯოული კილოგრამზე. 10 მილიონი ჯოული სითბო გამოიყოფა 1 კილოგრამი მშრალი შეშის დაწვისას. და რა თქმა უნდა ამოცანის თანახმად ამ QM-ის 40%, ანუ 10 ხარისხად 7 გამრავლებული 0.4-ზე და გამრავლებული M-ზე, უნდა იყოს ის ჯამური სითბო, რაც საჭიროა ყინულის გასადრობად და შემდეგ ტემპერატურის 20 გრადუს ცელსიუსამდე ასაწევად. 10 ხარისხად 7 გამრავლებული 0.4-ზე, გამრავლებული მასაზე უნდა იყოს 680,000 დამატებული 1,680,000 ჯოული და M გამოდის 590 გრამი. ესე იგი, რო შევაჯამოთ, უნდა დაიცვას 590 გრამი მასის მშრალი შეშა, ამ სითბოს 40% შემდეგ გარდაიქმნება მოხმარდება ყინულის გადნობას და წყლის ტემპერატურის აწევას და ზუსტად ისე მოხდება, რომ 2 კილოგრამი ყინული გადნება და შემდეგ უკვე 18 კილოგრამი წყალი და უკვე ახალ გამხდარი 2 კილოგრამი წყალი, ანუ ჯამში 20 კილოგრამი წყალი ავლენ 0 გრადუს ცელსიუსიდან 20 გრადუს ცელსიუსამდე. ეს არის ამოცანა, რომელიც მოიცავს დრობის კუთხის სითბოს, კუთხის სითბოდევადობას, წვის კუთხის სითბოს და სითბოების ერთმანეთში გარდაქმნას. თუ გსურთ მსგავსი ამოცანების ამოხსნების ხილვა, მე მაქვს ფიზიკის წიგნი და შესაძინათ უნდა მოგწეროთ პირადში.